მოგესალმებით ყველას. YouTube არხი რატომ ამერიკაში დაბრუნდა შემოდგომის სფერებში. ამ ვიდეოში ვეცდებით გადმოგცეთ რა ხდება ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში შემოდგომის სეზონზე. განახებთ როგორ ვემზადებით ტრადიციული და სხვა სახალისო დღესასწაულებისთვის. გოგრის კრეფა გუბერნატორის კუნძულზე, ჰელოვინის აღნიშვნას კოვიდის პირობებში და ყველაზე მთავარი თემა კი იქნება ქართველი ემიგრანტის ათვისებული დღესასწაულები და ქართული ტრადიციების შემოტანა შემოდგომის სეზონზე. მონაწილეობა მივიღე გოგრების შეგროვებაში, მივიღე ბავშვებთან ერთად. ვაშლები შევაგროვეთ, კიდე ეს Long Island-ზე იყო, ძალიან საინტერესო იყო, სახალისო. გიჟდები ისე მომწონს, აქაური ტრადიციული ეს გემრიელი პეროგები რო ცხובה, ესეთი არომატულია. და ხო ძალიან ბევრი მადლიერების დღე ძალიან გამოვყოფთ, იმიტომ რომ მე ვარ ვიყავი სპეციალურად მიწვეული სტუმრად, ანუ ამ ოჯახში ერთ-ერთში და ესეთი საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო ეს ფაქტი თვითონ რომ ანუ თავიანთი სიტყვებით როგორ ლოცვებს წერდნენ პირდაპირ ეს ძალიან საინტერესო ხალხი საკმაოდ ტრადიციული ხალხია ამერიკელები ცოტა აქვთ, მაგრამ ესე გაუჭებიან მინდა გითხრა. აღნიშნავ ხოლმე ჰელოვინს, ძალიან მიყვარს ჰელოვინი, რაღაც ესე კოსტიუმირებული, გვიწევს ხოლმე მეგობრებთან ერთად მანჰეტენზე, ხან კლუბებში, ხან ბარებში, ესე გართობა, ხალისობა და ძალიან ვიხალისებთ ხოლმე ცხოვრებას. მე პირადად ძალიან მიყვარს მადლიერების დღე, Thanksgiving-ი, რომელიც ახლა გვიახლოვდება და რომელიც არის ოჯახური დღესასწაული. ამერიკული ტრადიციებიდან ყველაზე მეტად მომწონს Thanksgiving-ი, ინდაურის შეწვა, მეგობრები, ოჯახებით იკრიბებიან და ყველა ინდაურს წავს და ძალიან მომწონს Black Friday. დიდი ფასდაკლებებია მაღაზიებში. ჰელოვინს ნახევარი ამერიკა ესე ვთქვათ აღნიშნავს ჰელოვინს, მაგრამ ჩემამდე ჩემთვის გინტყოფილა ჰელოვინი გინდა რა. ამერიკულ დღესასწაულებზეც ვიღებთ მონაწილეობას, მაგალითად ყოველ წელს არის Thanksgiving-ი, რაღაცა თავის ტრადიციული ინდაურის ხორცის შეწვა. მე არის ჰელოვინი, რომელიც ყველა შეუძლია თავისუფლად როგორც უნდა რა ფორმა ჩაიცვას, გამოვიდეს, რაღაცა ისიამოვნოს მაგით. მე მაგალითად ახლა მაგ ფორმის ჩაცმის და იმის ამბავში ვერ ვარ განწყობილი იმდენად, მაგრამ რო უყურებ აი რაღაცა დღესასწაულია, ესე მგონია რომ მეც ჩართული ვარ იმ დღესასწაულში. ჰელოვინი და მადლიერების დღე კიდე უფრო რა, ანუ ჰელოვინი ისეთი რაღაცა არის, რომ აი შეიძლება 1-2 წელი გამოტოვა და რაღაცა რა ჩაგივარდეს, მაგრამ მადლიერების დღე ყოველ წელს აუცილებელი ატრიბუტია ჩვენს ოჯახში. ჰელოვინზე აი მაგალითად თუ მივდივართ სადმე ივენტზე და რაღაცა აუცილებლად, მაგრამ ახლა რო გითხრათ ახლა მანჰეტენზე, პარადებში ვიღებთ თქო მონაწილეობას, დიდად არა. აი მადლიერების დღე აუცილებლად დიდ თავყრილობასთან არის დაკავშირებული ჩვენ ოჯახში, იმიტომ რომ აი საოცარი და უზარმაზარი სუფრები იშლება ხოლმე სულ რაღაც თავი საქართველოში მახსენდება ხოლმე მომენტალურად, რომ აი იქ რო იციან ხოლმე რაღაც სადღეგრძელოებით და ყველაფერთან ერთად ნამდვილად იგივე არის მადლიერების დღე. შემოდგომა არის ის სეზონი, როდესაც ამერიკაში შეიმჩნევა მოსახლეობის გამოცოცხლება, იწყება მზადება დღესასწაულებისთვის და სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. აქვე აღვნიშნეთ, რომ ამერიკელების ნაწილი ზაფხულის ბოლოდან შობისთვისაც კი იწყებს მომზადებას. აჭრელებულ ბუნებასთან ერთად აქაურ შემოდგომას აქვს დამახასიათებელი გოგრის ანელებლის არომატი. გოგრას უკავია განსაკუთრებული ადგილი, გამოიყენება კულინარიაში, დეკორაციებისთვის და რა თქმა უნდა ჰელოვინის განუყოფელი ნაწილია ჯეკის მანათობელი ჩირაღდანი. ახლა მივდივართ გუბერნატორის კუნძულზე, სადაც ყველაფერს თავად ვიხილავთ. ეს არის ნიუ-იორკის ცენტრთან ახლოში მდებარე კუნძული. აქ ხშირად საინტერესო ღონისძიებები ტარდება და რომელსაც მოხვედრა შესაძლებელია ბორანით. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცივი ამინდია, მაინც ვხედავთ ხალხმრავლობას.
მოსავლის აღება ხდება სექტემბრის შუა რიცხვებიდან, რა დროსაც იხსნება ფერმების სტუმრებისთვის, სადაც გოგრის კრეფასთან ერთად სთავაზობენ სხვადასხვა აქტივობას და სახალისო შეჯიბრებებს. ვინაიდან ასეთი ადგილები ნიუ-იორკიდან საკმაოდ მოშორებით არის და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მისვლას დიდი დრო ჭირდება, ამიტომ სპეციალურ ლოკაციებზე ხდება გოგრების ჩამოტანა, მიმოფანტვა და ამ სახით ტარდება გოგრის კრეფა. შემოდგომაზე ბევრი გოგრა მოდის. ხალხი იყენებს ნამცხრებში, სუპებში და სხვადასხვა კერძებში. ჰელოვინზე ხდება გოგრის ამოჭრა, მაგრამ ჰელოვინი უფრო მეტად კოსტიუმებზე და მის საშიშ ნაწილზეა აგებული. გოგრის გამოყენებას დიდი ისტორია აქვს. წინათ არ ჰქონდათ იმდენი პროდუქტი მოსამზადებლად და შემოდგომის სეზონზე ბევრი გოგრა მოდიოდა, ამიტომაც არის შემოდგომის სიმბოლო. ოქტომბრის ბოლოს 31-ში იწყება ჰელოვინის აღნიშვნა. ეს დღესასწაული აქ ძალიან უყვართ, რომლისთვისაც განსაკუთრებულად ემზადებიან. აქვე გეტყვით, რომ ოფიციალურად ჰელოვინი არ არის დასვენების დღე. ამერიკაში გავრცელდა ირლანდიელი მიგრანტების მიერ მე-19 საუკუნეში, თუმცა ფესვები კელტების კულტურიდან მოდის. ჩვენ აღარ ჩავეძიებით ამ დღის ისტორიას, ვინაიდან თანამედროვე სამყაროში ჰელოვინი თითქმის აღარ ატარებს ძველ დატვირთვას და რეალურად მონაწილეებს უხარიათ კოსტიუმირებული წვეულებების გამართვა. სახლების მორთვა თემატურად, გოგრებისგან ჯეკის ჩირაღნის ამოჭრა და უბრალოდ დროის სასიამოვნო გატარებასთან არის დაკავშირებული. ხო მართლა, ყოველ წელს იმართება ჰელოვინის მსვლელობა და ბევრი მაყურებელი მოდის ამის სანახავად. წელს კოვიდის გამო არ ჩატარდა, მაგრამ როგორც ხედავთ, დიდად ხელი არ შეეშალა თაქაურებს და მაინც მხიარულად ატარებენ დროს. შემოდგომის ბოლოს ყველაზე საყვარელი, ყველაზე ოჯახური დღესასწაული, მადლიერების დღე აღინიშნება. ამაზე სხვა ვიდეოში გვინდა უფრო დეტალურად მოგიყვეთ. ეხლა კი გადავიდეთ ჩვენი თემის ყველაზე საინტერესო ნაწილზე, ქართველ ემიგრანტებზე, რომლებიც უფრო მეტ მრავალფეროვნებას ძენენ აქაურ შემოდგომას, ჩვენი დღესასწაულების აღნიშვნით და წესჩვეულებების შენარჩუნებით. ყველაზე მეტად გვახარებს, რომ ჩვენმა ტრადიციებმა გადმოლახეს ოკეანე და არაერთი სამშობლოსგან დაშორებული ემიგრანტი დააახლოვეს. ძალიან მიყვარს ყველანაირი დღესასწაული, ჩვენი მით უმეტეს და აღნიშნავ მოკლედ გიორგობა იყო თუ ანუ რელიგიური დღესასწაულები იქნება თუ ისე, აი ეხლა სხვა შორის კალანდობისთვის ძალიან მემზადები, მე თვითონ გურული ვარ და მე გავიზარდე თვითონ ძალიან ტრადიციულ ოჯახში და ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე ყოველთვის რა, ანუ უცხო ენოვანი, უცხო რჯულის ადამიანი იქნება თუ უცხოელი თუ ამერიკელი, მით უმეტეს მაქსიმალურად ვცდილობ რომ ყველას გავაცნო, იმიტომ რომ ძალიან მდიდარია ჩვენი ქვეყანა. ოჯახში აღნიშნავთ ხოლმე შემოდგომაზე, მაგალითად თბილისობას ძალიან ესე მხიარულად, რადგან ეს არის ერთ-ერთი დღე, როდესაც ქართველები ვიკრებებით ხოლმე, ვიცნობთ ერთმანეთს, გვაქვს რაღაცა ტრადიციული შეკრებები, ამოვლება, ჩურჩხელის. ყველაზე მეტად შემოდგომასთან დაკავშირებული, რაც გვაქვს ოჯახში გადმოტანილი ამ ეტაპზე, არის ჩურჩხელის ამოვლება. იმიტომ რომ ყოველ შემოდგომაზე, ეს არის დედაჩემის ტრადიცია, რაც ჩამოვედით ამერიკაში იმის მერე არა, ოღონდ მარტო თვითონ არ აკეთებს, აუცილებლად მთელი ოჯახი უნდა ვიყოთ ამ ჩურჩხელის ამოვლებაში ჩართულები. ამერიკაში ეს ყველაფერი შემოტანილია ევროპიდან, ეს ტრადიციები და ყველაფერი. ანალოგიურად ამერიკული ტრადიციების დიდი მიმდევარი ჯერჯერობით არ ვარ. გამოვედი იმასაკიდან, რომ ჰელოვინზე ვიხტუნავო და რაღაცები ვაკეთო. რაც შეეხება Thanksgiving-ს, შარშან, ინდაური დავაგემოვნეთ და გავშვებაც რა მოგახსენო ჯერ არ გამიშვია ინდაური. თავისუფლება არ მიჩუქებია. შობა საუნიშნავთ, აქაც აღნიშნავ ერთ-ერთი ყველაზე ესეთი დღესასწაულია, შობის დღესასწაული. შემოდგომის ტრადიცია ყოველთვის იქ საქართველოში ვაკეთებდით და აქაც შეიძლება ისდაგვარად ისეთი მასშტაბებით არა, მაგრამ რაღაცა ვიწრო წრეში შარშან მეგობართან ერთად გავაკეთე, გაიკვირდება.
ფელამუშის და ჭურჭხელაძე. და ეხლა მინდა რომ ახალგაზრდას ვაჩვენო და ჩემი მამიდაშვილი მოვიდეს, ის მაინც ქალბატონია და ძალიან გათვითცნობიერებულია ამ საკითხებში. ანალოგიურად არ ჩამომვარდებებიც რა. კაცის ხელი უფრო მაგარია ქალის ხელზე ვიცოდი. როდესაც გავაკეთებთ ჭურჭხელას, ფელამუშს, თათარას და ორივე ატრიბუტები კი ამერიკიდან წამოვიდა სიმინდიც და ფქვილიც მე მგონი თუ ფქვილი არ ვიცი. მაგრამ აქაც იშოვება. ყველაფერი ყურძნის წვენით დაწყებული სიმინდიც და პურის ფქვილიც და ყველაფერი არის. კახეთში თათარობაზე მოკლედ რომ აკეთებდით ჩემ ბავშვობაში ეს იყო ბავშვებისთვის ყველაზე დიდი დღესასწაული. ერთ-ერთი იმიტომ რომ უგემრიელესია. მერე თვითონ პროცესი ძალიან საინტერესო, შრომატევადი რა თქმა უნდა ძალიან. ხო და ეს იყო ჩვენთვის ნუ რაღაცა და ეს შეგრძნება მომყვება დღემდე და დღემდე ჩემთვის იმიტომ რომ მე თელ ბავშვობიდან მოყოლებული თითქმის ემიგრაციაში ვარ. ამისი ნოსტალგია ყოველთვის მომყვება და გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობა და ჩვენი ქვეყნის ეს უძვირფასესი ტრადიცია, უგემრიელესი, ყველასათვის საყვარელი. ხილი და მიგოზი. ჟინებს ცოტას მოვიწოდოთ. არ ამას ცოტა კიდე უნდა მოხდა. არა უშოს. თორე არ გამოვა, აი ნამოსინჯეთ ფიცალი, მაგრამ არ გამოვა. ჩაძია. და ბოლომდე? ეხა ეს გამოგივა ზუსტად იმერული ჭურჭხელა. იყო იმერული, კახური არ იქნება. ფერა იმერული. ერთიც მეორე პირიც ამოვიდა. მე არ ვიცოდი ახლა აი ამ წამს შემოვედი აქ. თურმე მეორედაც უნდა ამოვლება და ძალიან მაგათ მაინტერესებს როგორ გავაკეთო და რა გავაკეთო. მე ჩაღავი. მოიცა ეს ჩადერში. ჩადერში. ჩაღავი ბოლომდე. აი ესე. ჩაღავი. всё. კარგად ჩააყოლინე. ეხლა ამოიღე და დაწკრიდე. ამოვიღეთ. დაწკრიდე. ესე. დაწკრიდე რომ არ დაიწუწოს. როგორი ჩურჩხელები გავაკეთეთ. აბა ბიჭო. ჩვენი ხელით ალბომული. ორი ამერიკული ჩურჩხელა. ძალიან შრომატევადი საქმე არის, რა თქმა უნდა, ეს ჩურჩხელა. აი მე არ ვიცოდი ხა თავიდან ერთი ჩამოვავლეთ, დავკიდეთ, მე რაღაცა ალბათ გაშრობის ამბავში ვიყურებით, მაგრამ მეორედაც ამოვავლეთ და აი ხა შემდეგ ჯერზე რა ხდება ძალიან მაინტერესებს. არაფერი გაშრება და მივიდა. რა ხდება შემდეგ? მამაზია ღმერთმანი. ახო. მოდი მე რა დავიღალო, გავაგზავნე. გითხარი და რასაც ვიყი იმას გავაკეთე. აი, დაიჭირე. კი ბატონო. აგეშინიათ ფელამუშტომა იგივე თვალი და ბატონო რა. ბატონო? აი საქართველოს მიყურეთ აგეშინი. ასეთია შემოდგომა ამერიკაში. მადლობას ვუხდით ყველას, ვინც გადაღებაში მიიღო მონაწილეობა და ყველას, ვინც გვიყურებს. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, მოამზადეთ თქვენი კითხვები და ველით თქვენს კომენტარებს. მადლობა.